ბატონო. კარგი, მადლობა. ერთი დაზუსტება მინდა. ბატონო მამუკა, თქვენ დაადასტურეთ, რომ შვიდში საღამოს დაახლოებით 11 საათისკენ გქონდათ საუბარი კულახმეტოვთან. და თუ სწორად გავიგეთ, თქვენ ბრძანეთ, რომ თქვენ თვითონ ჩათვალეთ საჭიროდ მასთან დაგერეკათ. ამ საუბრის შინაარსზე გითხეთ, მაგრამ თქვენ დეტალები არ გითქვამთ. იქნებ დააზუსტოთ, აი თქვენ რო უთხარით, რომ არ ჩაერიოთ. ამაზე პასუხი რა იყო, როგორ დაემშვიდობეთ, რამე ხო არ გითხრათ, არ გააკეთოთ ეს, თქვათ, არ შეიძლება რაღაც სამშვიდობო, რა საუბარი იყო ეს დეტალები მაინტერესებს თქვენსა და კულახმეტოვს შორის. იყო ჩანაწერიც არსებობს მაგისი, ვეუნები ფრის ნავლიჩოდ ბიდუ ავთხილებ. ფრის ნავლიჩოდ ბიდუ ვეუნები, შარს მოგვიტანს ფრისი, დაუღუპავს მეთქი ფრისი, მიხედე ფრის. მაგის მერე მაგ განცხადება გაკეთებული. იმის გაკეთებული მაგ განცხადება მაგის ჩანაწერიც არსებობს, რომ ვეუნები რომ ვეხნი გარადოკის სახურავიდან აკეთებენ ცეცხლის კორექტირებას. მაგ თემაზე მაგ საუბარი და კანეშნა ძელევთ ატიშტო დუმალო მე მეუნება. მაგითი ასაბუთებს, რომ პროცესში არის ჩართული. სამშვიდობო, რომელიც ნეიტრალური უნდა ყოფილიყო, აძლევს ოს სეპარატისტებს საშუალებას, რომ ავიდეს სახურავზე და იქინა კორექტირება გაუკეთონ ქართულ სოფლებზე ცეცხლს. დამიდასტურა ფაქტიურად. ატიშტო დუმალო ნათქვამია, ჩანს თითქოს რაღაცაზე პასუხობთ, ხო? რას ნიშნავს ატიშტო დუმალ რა აღიქვეთ? აქამდე წინა დღეს ცდილობთ, რომ მშვიდობა შეინარჩუნოთ, რაღაც ურთიერთისა გაქვთ, კავშირი გაქვთ. უკვე გართულებული არის სიტუაცია. მე თქვენ მითხარით რა კონტაქტები და როგორი ზარები იყო აი ამ ზარის. არა, მე გეკითხებით კონკრეტულად იმ დროს, როცა გააკეთეთ ტელევიზიით განცხადება, რომ მიწყებთ ტერიტორიული, ესა კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას, ამის მერე კეთდება ზარი, როგორც ამ ბოდიში ერთი წამი გეტყვით, რომ არ შემეშალოს. პრეზიდენტი სააკაშვილი დიახ აკეთებს და 23:40 წუთზე ყურაშვილი პასუხობს კულახმეტოვის სატელეფონო ზარს, ანუ აქი დაურეკავს. ატყობინებს მას სამხედრო ოპერაციის დაწყებას და ითხოვს რუსეთის სამშვიდობოების არ ჩარევას. ეს დამიდასტურეთ, რომ ესე იყო და დეტალები მოგვიყევით თუ შეიძლება ამ საუბრის. მაგ დროისთვის ატეისტო დუმალ რას ნიშნავს ამ შემთხვევაში თქვენ? ნუ ერთნი ვართო მითხრა, იმიტომ რომ მე ხო გიხსენეთ რომ დაბლა ნიშნი გარადოქში იყო დაჯგუფებები, რომელიც გადაადგილდებოდნენ და იყო დაქირებული მკვლელი ესეთი თავდაცვის მინისტრი ბარანკევიჩი, რომელმაც მერე უკვე შემდგომ პერიოდში დასაბუთა რომ შეიფარა ნიშნი გარადოკმა. და მაგ დროისთვის გააკეთეს ისეთი განცხადება, რომ აბა რა გეგონა ერთად ავართო რა ჩვენ აი ეგ მითხრა. ფაქტიურად რა, იმიტომ რომ იქ სამშვიდობო კორექტირებას ვერ გააკეთებდა. რითი დაემშვიდობეთ ერთმანეთს, რო გითხრათ, რას ლაპარაკს ფიქრობო, ამით დამორჩა საუბარი თუ რამე თქვენ რამე მცდელობა. ნეკაგდა დაწიბიაო და გამეთიშა. როგორ? ნეკაგდა დაწიბიაო თუ რაღაცა ეგეთი მითხრა და გათიშა. დავაზუსტებ უბრალოდ ბუდიში ერთი წეღან გვარები ვერ გავიხსენე. ეს კასეტური ბომბების გამოყენება ვინც დააბრალა საქართველოს, ეს იყო ბათუ ქუთელია ერთი, ეს იყო უშიშროების მდივნის გიგაბოკირიას მოადგილე, მოგვიანებით აი მაშინ არ მახსოვს სად მუშაობდა ომის პერიოდში და ეს არის სერგი კაპანაძე, თვარცების საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, ხო? თავის დროზე ხო აქვს ნათქვამი 2021 წელს სერგი კაპანაძე კიდევ ადასტურებს, რომ საქართველოს პატარა კორექტირებას უკეთებს, იმიტომ რომ თავისი ნათქვამი ბოლომდე ვეღარ გადააკეთა, არ მithქვამს ხო არ იტყოდა. საქართველოს ცხინვალი დაბომბა, სერგი კაპანაძე ამბობს, ოღონდ მშვიდობიანი მოსახლეობა არა. კასეტური ბომბები სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ იქნა გამოყენებული. სრულიად ეწინააღმდეგება თქვენს ნათქვამს. რას პასუხობს საქართველოს მოქმედი ხელისუფლება? სადაც ბექა ძამაშვილი ამბობს, რომ ის მტკიცება, რომ საქართველოს მცხინვარში კასეტური ბომბები გამოიყენა, ამას საერთაშორისო სასამართლოებში მხოლოდ რუსეთი ცდილობდა და ვინვის ინტერესს ასრულებს აქედან გამომდინარე ჩვენს მოსახლეობას, ჩვენი მოსახლეობა ამას კარგად მიხვდება და შეაფასებს. მადლობა თქვენ ვეთანხმები ბატონ ბექა ძამაშვილის, ეს არის მტრული განცხადება.
ჩვენ ვართ აგრესიის ხრები და ყველა ის ადამიანი, ვინც ეცრება წინააღმდეგობა, სხვანაირად დაამტკიცოს, ის არის ქართული სახელმწიფოს მტერი. მე მტრებთან ის კი არ უნდა საუბარი ფერებით ჩვენი სახელმწიფოს მტრებთან, ვინც არ უნდა იყოს ეთნიკურად და წარმომავლობით და პასპორტში რა უწერია. მტერი არის მტერი. ამიტომაც ჩვენ არსად არ მივდივართ 5 მაისამდე ვმუშაობთ და თუ ჯერ არ დაგვისრულებია თქვენთან დღეს მუშაობა, მაგრამ მომავალშიც 5 მაისამდე გაგიჩნდებათ სურვილი, რომ იმ მტრულ განცხადებების ავტორებს სათანადო მიეზღვათ და განცხადებას ვინჩივის მტრული გადაწყვეტილებების ავტორებს. ზოგი ვივამეთში რო ბინადრობს და ზოგისად და ზოგისად, რომელმაც ჯარი გაწირა. თქვენ ხომ მე მითხარით ბატონო მამუკა, ის რაც მე სანამ ცოცხალი ვიქნები და იმედი მაქვს ვიქნები. ბოლო სიკვდილის წუთამდე მე მახსოვრება, რაც თქვენ წეღან მე მიპასუხეთ. თქვენ რასაც ამბობთ, ამას აქვს საფუძველი შეიძლება კონდეს. ხო ეს მიპასუხეთ. საფუძველი კონდეს? იმას, რომ ჩემი რწმენით, ფაქტებზე დაფუძნებული რწმენით თორე, მაგრამ თქვენ როგორც სამშვიდობო შტაბის, ოპერაციული შტაბის ხელმძღვანელი, პოლიტიკურმა ხელისუფლებამ მაპატიეთ გამოთქმისთვის, არ გეწყინოთ, ეს იყო ასე. აგიფარათ, იმიტომ რომ მოსახლეობა გენდობოდათ, ამიტომ მიგავლინეს იმ მიმართულებაზე, ჩემი აზრით. სინამდვილეში იმ მიმართულების რეალური ხელმძღვანელი, რომელიც ამომარი მიმართულება იყო, გახდათ ვანო მერაბიშვილი და მის მოადგილე, ორივე პოლიტიკურ თანამდებობის პირი და მოსახლეობაც და თქვენც გაგწირეს. ეხლა თქვენ აქ დამდგარხართ თქვენ და ბატონი ზაზა და ყველაფერს თქვენ ნაკლებად ყველაფერს ცდილობთ თქვენ დაიბრალოთ. თქვენ რაც არ უნდა დაიბრალოთ, ფაქტები არის ჯიუტი. რომ ამ ქვეყანას ყავდა უპასუხისმგებლო პოლიტიკური ხელისუფლება, რომელიც ჯარსაც სათამაშოდ თვლიდა. ქვეყანასაც, მის სუვერენიტეტსაც და საერთოდ არ აინტერესებდა იქ რა მსხვერპლი იქნებოდა. მთავარი იყო, რომ სააკაშვილს ერბინა თავისი ტრიბუნით ჟურნალისტების კოჰორტასთან ერთად და წარმოჩენილიყო ახალ დავით აღმაშენებლად. ეს იყო წამყვანი და პარალელურად ეკეთებინათ ბევრი ფული. რაც მეტი არახი, დაგჭირდება მით მეტია ფული კეზერაშვილისთვის, ხო ესეა? ხო და ამის მსხვერპლი რო იყო ამდენი სამხედრო გენერლიდან დაწყებული, რიგითით დასრულებული და არა მხოლოდ სამხედრო, არამედ თავდაცვის ძალების წევრი, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღებული ძალების და მათი წევრებიც. ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ, რომ ეს აღარ განმეორდეს არასდროს. ამიტომაც თქვენ, როდესაც ის ისტორიული განცხადება გააკეთეთ, რომ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა იწყებაო და ძალოვანმა სტრუქტურებმა გადაწყვიტესო და ამბობთ, რომ იმედოვნებდით, აღიარებთ, რომ იმპულსური იყო და ამბობთ, რომ იმედოვნებდით, რომ ამ გზით მაინც გავაგებინებდი მოსახლეობას, რომ თავს უშველეო, თქვენ რომ აი ეს ჩათვალეთ, რომ გჭირდებოდა ამ ფორმით მოკიბული საუბარი, მაშინ როდესაც ყველა სამხედროს, მით უმეტეს სამშვიდობო ძალების ძირითადი ფუნქციაა, რომ სანამ გადავა იმ საქმეზე, რაც არის სამხედრო საქმე, გაფრთხილება გააკეთოს, ევაკუაცია გააკეთოს, არა კომბატანტი პირის, და მაინც გჭირდებოდათ მოკიბული საუბარი, ამას ვიკვლევთ ჩვენ, რატომ? გუშინ წინ გრიგოლ ვაშაძემ, ბატონო გენერალო,
მკითხეთ რატომ არ მოხდა ევაკუაცია მშვიდობიანი მოქალაქეების, სანამ ატყდებოდა საომარი მოქმედება. რომ ადამიანმა თავს უშველოს, ეს ხო სახელმწიფოს და სამხედრო ძალების მოვალეობა. გეგმაში უნდა, რა გეგმასაც უზნაძის ქუჩაზე იხილავდით, იქ ევაკუაციის გეგმა, დიდი გეგმის ნაწილი უნდა ყოფილიყო. იცით რა გვიპასუხა ბატონმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ჩრდილოვანმა საგარეო საქმეთა მინისტრმა იმ დროს, იმიტომ რომ მინისტრზე უფრო გამოცდილი იყო და ყველგანის ფიგურირებს კადრებში გრიგოლ ვაშაძე. რეალური მინისტრი, როგორც ირკვევა, ის იყო საბჭოთა დიპლომატი და დიდი გამოცდილების მქონე ადამიანი ამ მიმართულებით. მან თქვა გულღიად, რომ ჩვენს ხელისუფლებას რომ მოქალაქეები იქიდან გამოეყვანა, ისევე როგორც მეორე მხარემ გაიყვანა, ეს იქნებოდა მიმანიშნებელი იმის, რომ ჩვენ ვემზადებით საომარი მოქმედებებისთვის. ეს თქვა მან. ეხლა რომელი პოლიტიკური თანამდებობის პირი აგებს პასუხს მაშინდელი, რომ მოქალაქეებს თავს დაატყდათ ეს უბედურება და ამ ჩვენ მაგიდის გარშემო ხალხს რო თავი დაგვანებოთ, აი ამ მაგიდის გარშემო თუნდაც ამ დარბაზში შედან ადამიანები, ვინც მშობლების წვერი ახოზე გადმოსვლას ელოდებოდა და ეგონა რომ ისინი დაიღუპნენ. ამ უბედურებაზე ვინ აგებს პასუხს? რომელი პოლიტიკური თანამდებობის პირი? ამას ვარკვევთ აქ. და ამიტომ გამიჯნეთ რა არის სამხედრო საქმე და რა არის პოლიტიკა. თქვენ ხო ბატონი ზაზასავით არ შესულხართ პოლიტიკაში, შეხვედით და გამომრჩა თუ არა? კი, ერთად შევედი, ერთად გამოვედი. უი, თქვენ შეხვედით. მე მეგონა ვასრულებდით თქვენთან საუბარს და ეხლა ვიწყებთ. რატო ხო გამოვედი? რო დავჩენილი ყავი? ხოდით იმ ადამიანებთან, რომლებიც თუნდაც იგივე რეზოლუცია 16-33-ში საქართველოს აბრალებდნენ ომის დანაშაულს და მათ შორის კასეტური ბომბების სროლას, რაზეც წეგან ვლაპარაკობდით. ეხლა ნახეთ რა არის ბატონო მამუკა. ქვევრი ნანახი გაგვთ ფილმი. როგორ მოხდი მანდაო, გახსოვთ ეგ შეკითხვა. ცოტა თუ არ ვიხუმრეთ შეიძლება. არა, როგორ კადრებად. ხო. თან სამოქალაქო პირი ვარ. არა, როგორ ხუმრობა. პოლიტიკა რას ემსახურება და პოლიტიკურ პარტიაში ყოფნა. თქვენ ხომ სამხედრო განათლება მიიღეთ და როდესაც ჩვენ პოლიტიკურ მეცნიერებებს სწავლობთ, იქ გვასწავლიან ერთ-ერთ პირველ ლექციაზე გიხსნიან რა არის პოლიტიკური პარტიის პირველი და მთავარი დანიშნულება. ხელისუფლებაში მოსვლა. რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, ამისთვის იქნება პოლიტიკური პარტია. შესაბამისად, თქვენ იმ ყველაფრის მერე, რაზეც ამდენი საათია ვსაუბრობთ. ბატონ ზაზა გოგავასთან ერთად შეხვედით იმ პოლიტიკურ პარტიაში, რომელმაც ეს უბედურებები დაატრიალა თქვენს თავს პირველ რიგში, სამხედროების თავს, ჩვენი მოსახლეობის თავს, ჩვენი ქვეყნის თავს, შეულახა ქვეყანას სუვერენიტეტი. იმ რეგიონში, რომელშიც თქვენ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა იწყებაო ბრძანეთ, იმ დღეების მერე 111-ზე კიდე ზემოდან სოფელი დაიკარგა და რუსეთმა დაიკავა. კოდორის ხეობა დაიკავა რუსეთმა, ოკუპირებული არ იყო, იმიტომ რომ ემზარკვიციანი იქ პირველ რიგში თუ არ გეწყინებათ სვანი ქალები, სვანი კაცები, ქალბატონი ნორა იცავდნენ იქაურობას და ისეთი მოდელი იყო მოფიქრებული, რომ თან მოსკოვის შეთანხმებასაც ვასრულებდით, თან კოდორის ხეობასაც ვინარჩუნებდით და ჩვენ სუვერენიტეტს ამ გზით განვამტკიცებდით, ისე რომ თან არ იყო საომარი მოქმედებები. ეს იყო რეალურად გამოგონება, გამოსავალი, რომ მშვიდობიანობა შეგენარჩუნებინა და ტერიტორია კიდევ მეტი არ დაგეკარგა. აი ამ პარტიამ
კიდევ დაკარგა ეს ტერიტორია, განაიარაღა ყველა, გამოიყვანა იქიდან ქართველი და შევიდა იქ რუსის ჯარი. თქვენ სადაც იყავით იმ რეგიონში 300-თითქმის 400-მდე სოფელი იყო ოკუპირებული და აგვისტოს ომის მერე დაემატა 111 სოფელი. დაიღუპა ხალხი, გაუბედურდა მოსახლეობა. კარგ დღეში არ ჩავარდით არც თქვენ, ხო? და თქვენ ერთ დღეს ბატონ ზაზასთან ერთად გადაწყვიტეთ ამ ხალხის ხელისუფლებაში მობრუნება. ანუ პოლიტიკური პარტიაში რო შედიხარ, იმ პარტიის ხელისუფლებაში მოყვანისთვის უნდა იმუშაო, აბა პარტიაში რა გინდა. როგორ მოხდი მანდას თავი რო დაანებო. პარტიის ფუნქცია არის ეს, მე იმიტომ შევედი იმ პარტიაში, სადაც შევედი, რომ დამემარცხებინა მიშა, პატარა კენჭი დამეტო ამაში და მოვსულიყავით ხელისუფლებაში. ამისთვის ვართ. ხო და თქვენ რო იქ შეხვედით და იმ ძალის მოყვანას ცდილობთ ხელისუფლებაში, რომელმაც ყველაფერი ეს ჩაიდინა, რომელმაც თქვენ სტრასბურგში დაგადანაშაულად ომის დანაშაულებში 16-33 რეზოლუცია წაკითხული გაქვთ. პარტიაში რო შედიოდით ეს რეზოლუცია წაკითხული ქონდათ? შეფასებას არ ვაკეთებ ხავდან. არა, წაკითხული ქონდათ თუ არა, ამას გეკითხეთ. ვიცი დადასავლოთ კი, მე-6 პუნქტს გულისხმობთ, ხო? მე-6, მე-10, მე-11 და კიდე სხვა პუნქტები. იქ პირდაპირ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა, რომელ პარტიაშიც თქვენ გაწევრიანდით, სულ ახლახან და ჩვენს პოლიტიკურ დამარცხებას ცდილობდით, თქვენ დაგადანაშაულოთ ომის დანაშაულში. და რუსეთს დაუჭირა მხარი ამაში, რასაც რუსეთი მე მეუბნებოდა ქართული ოცნების მინისტრს. ეუბნებოდა ქართული ოცნების თავდაცვის მინისტრს, ეუბნებოდა ქართული ოცნების დროინდელ გენშტაბს და ჯარისკაცს, რომელიც ისევ იყო შეიარაღებულ ძალებში, რომ თქვენ ხართ დამნაშავეებიო, რუსეთი გვეუბნებოდა. ეს თქვა ჩიორა თაქთაქიშვილმა, გიორგი კანდელაკმა, ვითომ ოპოზიციონერმა გიორგი თარგამაძემ, დარჩიაშვილმა და კიდევ იყო ერთი. გოკა გაბაშვილი. დიდი კულტურის დიდი მინისტრი. აი ამ ხალხმა თქვენ დაგადანაშაულოთ ომის დანაშაულში, გაამართლა რუსეთი, კენჭი უყარა სტრასბურგში, ჯერ კიდე ხელისუფლებაში მყოფებმა და თქვენ ამდენ მჭინვარამ გამოვლილი, თქვენ მაინც იცით, ვინ იყვნენ ისინი, ხო? არ იცით? ძალიან კარგად იცით. და მათ ხელისუფლებაში მობრუნებისთვის მუშაობა დაიწყეთ შარშან. ეს გაიძულეს, დაგაშანტაჟეს, გაგახსენეს, რომ გახსოვს რეები ვიცით ჩვენ შენზე, თუ რა გზით მოხდა თქვენი იქ აღმოჩენა, შეგიძლიათ მითხრათ? სამხედრო რეფორმის გატარებას ვცდილობდით მათ. მათთან ერთად აპირებდით სამხედრო რეფორმას, რომელმაც თქვენ გაკადრათ და დაგიქვემდებარათ. ესეთია თქვენი სხვანაირია. ნუ შევალთ მაგ იმაში ძალიან გთხოვთ. შეფასებებს ნუ მომთხოვთ. ან უნდა დაგეთანხმოთ ან არა. მე ჩემი და ფორმულას ეთერიდან კადრულობდით და ჩვენ გვეუბნეოდით, რომ ქართული ოცნების არც ერთ წარმომადგენელსო დასავლეთთან ურთიერთობაში ერთი აგური არ დაუდიაო. აი მას კადრულობთ. კარგი, მე ამოვწურე პრინციპში მგონია კითხვები. არა, ბოდიში, 18 კაცს რო დაუბრუნდეთ, ესე იგი თქვენ რო ფუნქცია შეიცვალეთ. ჯანაშვილი დაიძრა ცხინვალისკენ და ასე შემდეგ. იმ 18 კაცს რა ბედი ეწია? გამოვიდნენ სულ მე დაღუპული მეტი აღარ აქვს გავთუთე 100 გამოვიდნენ თავისით თუ თქვენ უბრძანეთ გამოსვლა? უბრძანეთ და თქვენ მოიპოვეთ პირადად მასალები, NTV-ს სიუჟეტი, რომელიც მასალებში ჩადეთ, სადაც არის ნახსენები NTV-ს დილის საათებშია განცხადება გაკეთებული, რომ грузинский миротворцы получили приказ, сейчас они отбивают, и есть большая вероятность, что по этим постам тоже нанесут удар. თქვენი ბრძანებით მოხდა კი NTV-ზე ეს იყო, თქვენი ბრძანება იყო ეს. შესაბამისი ბრძანება მივიღე. და ყველა გამოვიდა ჯანსაღ.
მე რა ვიცი საზოგადოებას აუხსენებ. კი ბატონო, კი. ჩვენ გენერალი გოგავას გამიგზავნა არასდროს არ მოხდება, მაგრამ ადგილებს თუ გავცვლით, მე გავცემ მეკითხებს პასუხს. ბატონი ილია, ვის გსურთ რომ მანიშნოთ კითხვების დასმა და შემდეგ გველოდება შემდეგი სტუმარი. აბა გთხოვთ. ბატონო მამუკა, თქვენ სულ აღნიშნავთ რომ შეფასებებს თავი არიდოთ, გინდა და არ გინდათ შეფასებები გააკეთოთ და ეხლა აღნიშნეთ რომ იმ პარტიაში შესვლისთვის აპირებდით რეფორმების გაკეთებას. და ეს რეფორმები რა თქმა უნდა თუ მოგივიდათ თავში რომ რეფორმა არის გასაკეთებელი შეფასებებისგან გამომდინარეობს. ესეა? ისი შეფასებები არსებობს? აი რაღაცა რეალობას რო შეაფასებ, მე იღებ გადაწყვეტილებას იქ რეფორმა ჩასატარებელია, რაღაცა გამოსასწორებელია, შეფასების საფუძველზე კეთდება ხო რაღაც არა მარტო ბატონო, ეს არსებულთან არ არის, შენ გავლილი გზასთანაც არის, რაც შენ ვერ გააკეთე და შეგიძლია რომ რაღაცა შეაფასო შენი გავლილი გზა. აი თქვენი გავლილი გზიდან, თქვენი იმ დავალებიდან, რაც თქვენ გქონდათ იმ პერიოდში. როგორ შეაფასებდით ამ დავალების შესრულებას და შედეგებს? წინას ვერ დავარქმევ. შეიძლება და უკეთესად. უკეთესად შემეძლო. ბოდიში კიდე ერთხელ მითხრა. უკეთესად შემეძლო. ვერ გავაკეთებ ბევრი რამე, რაც ამაში თქვენ თვლით, რომ ხელი შეგეშალათ სხვისგან, თუ ეს თქვენი უკეთესად გაკეთების ჩემი ზედმეტი მოლოდინების შედეგი არის, კერძოდ რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში, რომ რაღაც ვარაუდში შეიძლება ჩაითვალოს, რომ შეგვეძლო ამეცილებინა, აი ბოლო წამამდე მიმეყვანა, რაღაც ისე გამეკეთებინა, რომ მომიშორებინა ეს ყველაფერი. ეს არის ყველაზე დიდი ტკივილი ჩემი. და საფიქრალი, აი რასაც ვცდილობ და ვაკეთებ, რომ რაღაცნაირად აღარ გამეორდეს, აღარ გაკეთდეს. აღარ გამეორდეს. მით უმეტეს თქვენ სამშვიდობო მიმართულებით იყავით ის. თვლით თუ არა, რომ იყო მომენტი, რომ ეს უბედურება თავიდან აცილების შანსი იყო თუ არა? ყველაფერს არის არც ნუ 1 აგვისტოს მერე ადრეს გავაკეთე ადამიანთან გასხადება, რომ წარმოუდგენლად მიმაჩნდათ, რომ მანამდე დიპლომატიური მისია რო გაძლიერებულიყო, რა თქმა უნდა. ძლიერი დიპლომატიური მისიის საქართველოს, რომელიც რუსეთის ფედერაციასთან შეიძლება ამოქმედებული იყო. on 1 აგვისტოს მერე უკვე გამორიცხული იყო. 1 აგვისტოს მერე უკვე აღარ იყო არანაირი საშუალება, რომ თავიდან აგვეცილებინა ეს ის. ჩემი გადასახედიდან თქვენ ალბათ როგორც პოლიტიკოსი უფრო ზოგადად სურათს უყურებთ. იქ სადაც რა პოზიციაზეც მე მდგევარ, იქ კონფლიქტის ზონაში უყურებდი, წარმოუდგენლად მიმაჩნდა. მანამდე შეიძლება დიპლომატიის მისიის გაძლიერება, რომელიც დადებითად აისახებოდა კონფლიქტის ზონაზე. ესე იგი თვლით, რომ დიპლომატიის მისიამ დაუშვა შეცდომები, რომ მიიყვანა ეს რეალობა 1 აგვისტომდე, საიდანაც უკვე რეალობის შეცვლის შეუძლებლობას ხდიდა. კი, შეიძლება ესე ითქვას. ესე შეგვიძლია დავარქვათ და ეს დასკვნა შეგვიძლია გავაკეთოთ? კი, დიპლომატიური ენით ომი აი საერთოდ აი ომი ხო 1 აგვისტოს ხო არ დაიწყო, მანამდე ხო რაღაცეები ხდებოდა ხო, რამდენიმე წლის თვეების განმავლობაში. რუსეთის მხრიდან არის პოლიტიკის გაგრძელება ომი. აი პოლიტიკა გააგრძელეს ომით საქართველოსთან მიმართებაში. და აქედან იყო ძლიერი დიპლომატიური корпуსი, თვლი არიან ჩვენთან, რა ვიცი, ხო ბატონი გიამოვა იყვნენ ჩვენთან, რა ვიცი, პეტრე ყოჩხეიძე თავისუფლად ძლიერი корпуსი უნდა მოქმედებულიყო, ფიქრობ. და შედეგი შეიძლება უკეთესი დამდგარიყო. ჩემი ვარაუდით ესე ფიქრობ. ესე იგი შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაუშვეს შეცდომები დიპლომატიურმა корпуსმა, რომ 1 აგვისტოს წითელ ხაზამდე მივიდა რეალობა, რის მერე შემოწირება, როგორც თქვენ თვლით, შეუძლებელი იყო. კი, არ უნდა მივიდეს მაგამდე. კარგი, ჩვენ რეზერვისტებთან დაკავშირებითაც მქონდა თქვენი მოსაზრება, მინდოდა მომესმინა. ვის ქონდა ჩაბარებული ეს მიმართულება და რამდენად მათი პატრონობა, გადაადგილება, რამდენად ეს ხელს უშლიდა იმ რეალობას, რაც იქ მოხდა და რამდენად საფრთხეში აგდებდა მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. უფრო კომპეტენტურ პასუხს ბატონია გაგცევთ გაერთიანებული შტაბის უფროსი. ღირსეული მეთაური ყავდათ დათო აფციაური, ძველი ჩეკიდი აფხაზეთში ერთად ვიყავით. ძველი ის იყო პასუხისმგებელი რეზერვისტების გადაადგილებაზე?
გადაადგილებას ბრძანებებიდან გამომდინარე ყველას პასუხისგებლობა გააჩეთ რა ეტაპს გულისხმობ თქვენ. იმ ყველა ეტაპს სადაც სად არის, როგორ არის, როგორ გადაადგილა, სად მიიყვანეს იქ ადგილზე, არ ვიცი, ღირსეული მეთაური იყო, დათო აქციური, ვინ იყო, კითხეთ და პასუხს გცემთ, ვაგი არ ვიცი. უკ უშუალოდ ეხლა ვინ საკონსერვო ქარხანაში შეიყვანა და მაშინ სკოლაში და არ უნდა შეიყვანა ეგ ადგილზე შესწორ მაგას ვერ მოგახსენებთ. ჩემ მოქმედების არეალში ჩემ ფუნქციებში არ შედიოდა საწუხაროდ. გაერთიანების შტაბის უფროსი გაცემთ პასუხს. მაკითხვაზე. კარგი, მადლობთ. ბატონო სოზარდა უნდა დავასრულოთ ბატონო. უბრალოდ გუშინ ბატონი ჯანაშვილი გვეუბნებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, რომელიც თქვენთან ერთად იყო ცენტრალურ ხელისუფლებაზე, რომ პოლიციას ჰყავდა კობრები და სხვა და ესეთი შედარებით მცირე ზომის ჯავშან ტექნიკა. თქვენ უფრო სერიოზულად იყავით წარმოდგენილი ტანკებით და სხვა ჯავშან ტექნიკით, რაც ბუნებრივია, თავდაცვის სამინისტრო თქვენ ხართ. რამდენი ტანკი იყო ამ ცენტრალურ მიმართულებაზე? თქვენ ხოთქი გორის სატანკო ბატალიონი. რამდენი ტანკი იყო? ნუ ბატალიონში 33 ტანკი არის. რამდენი? 33-ია ბატალიონში, 94 არის პოლკში, 260 არის დივიზიაში. აქ კონცენტრირება ზუსტი ჩვენებაში მაქვს მე მიცემული ბატონო სოზარდა იქ ყველაფერი. უკან რამდენი ტანკით გამოხვედით? უყოლად ფაქტიურად რაც ცენტრალურ მიმართულებაზე გორის ბატალიონში იყო თქვენ ამათ გინდათ რომ მე გადამეყო მეოთხე ბრიგადას იქ არა ცენტრალური ბრიგადას კითხეთ ეგ უკვე იმათი ტანკი და იმათი ის არის აქ არაფერი რამდენი ანუ მე ის მაინტერესებს რამდენი დაიკარგა ცენტრალურ მიმართულებაზე საერთოდ ზუსტ ციფრს ვერ გეტყვით მაგრამ ესეც ძიების საგანი იყო და ამოწურავი პასუხი არის მათ ჩვენებებში მიცემული. ესეც იმასთან არის დაკავშირებული, რამდენად თქვენ რო ამბობთ იმ ინტერვიუში და აქაც დაადასტურეთ, რომ უცაბედმაცვლილებამ დასახული გეგმის გამოიწვია მსხვერპლი მათ შორის ტანკებისაც და ტანკებს თქვენ არ ამბობთ, მაგრამ ეგ მე რაც ინფორმაცია მაქვს სამხედროებისგან იმას ვაჟღერებ და უბრალოდ მე მახსენდება გროზნოში როცა შევიდა რუსეთის ჯარი ჩეჩნებმა თუ არ ვცდები დუდაევის ხელმძღვანელობით 200 თუ 250 ტანკი ერთ დღეში გაუნადგურეს და რაღაც ასეთი რამ ხო არ მოხდა და ხო არ იყო ეს შედეგი სწორედ სამოქალაქო პირების უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების არასწორი ბრძანებების რომ ესეთი მსხვერპლი მივიდა. ორი ტანკი არის მე როგორც ვიცი ერთი იყო გიასი რომელაშვილის და მეორე ძმის ის ფაქტი სურათი აი ლულალო არის ჩაჭობილი საკყარზე არის გადასაღები 416 თუ 406 ეკიპაჟი არის თუ არსები გმირი ძმები მოგეხსენება თქვენ რომ ვიცი ეს ადგილობრივები იყვნენ ცხინვალიდან ტოლილები 93 წელს გამოიყვანეს და მაშინ ის იყო აი ამ საქმეებით ვიყავი დაკავებული და იცის ბატონმა სპარტაკმა იცის ყველაფერი თქვენი მეათე ნომერი არის ჩვენი საამაყო კენო პეტრიაშვილი და არ მე ამბობ ეს ყველაფერი ვიცი მაგრამ მე სხვა რამის კი ბატონო გაგება მინდა აი იმ არასწორმა ბრძანებებმა რამაც თქვენი აზრით გამოიწვია გაუმართლებელი სხერბლი თქვენი ნათქვამით ეგეც ამის შედეგი ხო არ იყო აი ეს დანაკარგის გარეშე ომი არ არსებობს მაგრამ კონკრეტულად აი ესე შუბლით რომ წავედით პირდაპირ ცხინვალზე თან მოუმზადებლად აბსოლუტურად სხვადასხვა ქვედანაყოფების სხვადასხვა უწყებების ყოველგვარი ერთმანეთთან შეთავსების გამოცდილების გარეშე 100%-იანი გადაზღვა არ არსებობს შეიძლება იყოს აი 60-დან 72 ტანკი რომელიც მიმართული იყო ორი ეს ყველა ადამიანის სიცოცხლე უნიშნულესი არის მაგრამ საერთოდ მინიმალური და იქ რაც ხდებოდა მეოთხე ბრიგადაზე კონკრეტული ბატალიონის ბრიგადის მეთაურია კონკრეტული მიმართული ყველა შეცდომას აქვს აბსოლუტურად წავისახელი და გვარი თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა რომ ეგ და კონკრეტულად მადლობა დიდი კარგი ბატონო მამუკა თქვენ კიდევ ერთხელ გიმეორებთ რომ თუ 5 მაისამდე ნებისმიერ დროს გადაწყვეტთ რომ დამატებით ინფორმაცია მივიღოთ ჩვენ მზად ვართ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ყველას გასაგონად რომ ჩვენ შევქმნილი ვართ პარლამენტის დადგენილების საფუძველზე იმისათვის რომ შეფასდეს პოლიტიკური თანამდებობის პირების გადაწყვეტილებები იმდროინდელი დაწყებული სააკაშვილიდან დასრულებული
ისეთი მეორე ხარისხოვანი პოლიტიკოსებით, როგორც არის მაგალითად გოკა გაბაშვილი და რატომ შემომხედეთ არ არის მეორე ხარისხოვანი გენერლის მეთვალყურეობის ქვეშ საუბრობ და არავითარ შემთხვევაში ჩვენი ფუნქცია არ არის სიმართლე დაუკარგოთ საქართველოს იმ გულანთებულ ადამიანებს, რომელსაც ჩვენი ქვეყნის სამხედრო და ჯარისკაცი ჰქვია. ამიტომ ეს კარგად გაითავისეთ და იქნებ ანალიზშიც ეს უკეთესად დაგეხმაროთ. ჩვენ აქ ერთ საქმეს ვემსახურებით და მიზნად ვისახავთ, რომ არასდროს მომავალ თაობას რო ეყოლება კიდევ გენერალი, იმას თავს არ დაატყდეს ისეთი უბედურება, რასაც ქვია სიტყვების ვარჩევდი, რომ როგორ მიმენიშნებინა სოფელში დარჩენილი გლეხისთვის თავს უშველო, ეს მომავალში გენერალმა არასდროს არ თქვას. მას უნდა ჰყავდეს კარგი პოლიტიკური ხელისუფალი. მადლობა მობრძანებისთვის და მან არის დოკუმენტი, რომელსაც მოგაწვდით ბატონი ალექსანდრე, თუ გადაწყვეტთ ქვეყნიდან გასვლას, რამდენიმე დღით ადრე უბრალოდ შეგვატყობინეთ. კი, არა ჩავაყენე საქართველოში. ხო, მოგვახსენეთ. რომ ჩვენ უკეთესად დავგეგმოთ ჩვენი სამუშაო. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. კომისიას ვთხოვ, რომ არ დავიშალოთ